ბიჭო, ეს ხო უნდა მომეჭრა. დავასრულეთ. სურავს დედა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გამომწერებო, ის Detailing Garage-ის YouTube არხია, მე კი ლაშა კახნიაშვილი ვარ. მე მინდა დღეს გესაუბროთ პროექტზე, რომელიც ჩვენ დავიწყეთ წელიწადნახევრის წინ თუ სწორად მახსოვს, საახალწლოდ შევიძინე ლიმუზინი, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ, არ ვიტყვი სპეციალურად რომ ვაპირებდი, მაგრამ წელიწადნახევრის თავზე არის ესეთი სიტუაცია. შავი სამუშაოების უმეტესობა დამთავრებულია, მაგრამ ვიზუალური განახლება და სალონის აწყობა დაგვჭა. გაგვეწელა. რატო გაგვეწელა ობიექტური მიზეზების მოყოლას არ დავიწყე, მე ძალიან მოხარული ვარ რომ გაგვეწელა. გაწევლით არ ვარ მოხარული, ზოგადად გაწევა არ მიყვარს. მოხარული ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე ქონდა ჩვენ ყველა სერვისში და არასდროს არავის არ ეცალა ჩემი ლიმუზინისთვის. მაგრამ ნახეთ, იმისათვის რომ ჩემ თავსაც და თქვენ წინაშეც პასუხისმგებლობა ავიღო, ავწიოთ თამასა, მე მინდა რომ ლიმუზინის პროექტი გაგრძელდეს და ზუსტად ერთ წელიწადში მზად იყოს ისე, რომ თავისი ბორბლებით ჩვენ თბილისიდან მონტე-კარლომდე, მონაკოში ჩაგვიყვანოს. PPF სტანდარტის დამცავი ფირია გადაკრული, ნახეთ, შავი. ეს არის PSF-ი, ანუ სტილის შემცველი ფირი. ნახეთ, შავი პრიალა სარკისებული ეფექტით. ექნება ლიმუზინს შავი სახურავი. არ ვიცი ქვემოთ რა ფერი იქნება. შეიძლება თქვენი იდეები დაგვიწეროთ კომენტარებში და მოგვაწოდოთ. შეიძლება სულ შავი იყოს, შეიძლება არ იყოს სულ შავი, მაგრამ მოკლედ სახურავი აუცილებლად შავი ექნება. იცით, ჩვენ ლიმუზინის აქტიური და მიმდინარე პროექტი გვაქვს, ძალიან მაჩანჩალა და კუს ნაბიჯებით მივდივარ წინ, იმიტომ რომ ჩვენი საკუთარი ავტომობილია და როგორც წესი, ასეთი პროექტები ძალიან გვეწელება ხოლმე. ძირითადად მომხმარებლის და სერვისის მანქანებს ვაქცევთ ყურადღებას და ეს ჩვენი მანქანები და რაღაც პატარა პროექტები გვერდზე გვაქვს გადაწეული. ამ ეტაპზე რა სამუშაოები მიმდინარეობს, მაგას გეტყვით. მანქანა სულად მომზადებულია, ან ფერის დასასხმელად, საღებავის დასასხმელად, ან ფირის გადასაკრაფად. ჩვენ გვინდა ახლა რომ სახურავზე გადავაკრათ PPF სტანდარტის დამცავი ფირი, თან ფერადი. ამ მანქანას ჰქონდა სტანდარტული სახურავი, არ ჰქონდა პანორამა და ჩვენ ამოვჭერით მოკლედ და საერთოდ უნდა გადავაკეთოთ ჭერი. რადგან გვინდა უკვე რომ ეს პანორამა ჩავაყენოთ და მანქანა მოძრაობაში ყავდეს, მაგის გამო უნდა გადავაკრათ ჭერზე ფირი პირველ რიგში. ჯერ არ დაგვიყურია და უკვე ძალიან მოგწონს. დააკვირდით ბზინვარებას, ეს არ გეგონოთ ვინილის ფირი, რომელსაც აქტიურად ყველა გამოიყენებს და მათ შორის ჩვენ სწორული დეტალების გასაშავებლად, ნიკელების გასაშავებლად, ჭერზე პანორამული ეფექტის მისაღებად. თუ გინდათ მაღალი კლასის პანორამული ეფექტი ჭერზე, უნდა გადააკრათ ასეთი ფირი. ეს გვაძლევს შეღებილზე კიდევ უფრო უკეთეს ეფექტს. მართლა ძალიან დიდი ჭერია, ამ ხელა კი ჩანდა და კი გვეგონა, მაგრამ ისეთია რა, ამ ხელა ჭერს როცა აკრავ, დიდი ყურადღება უნდა, მით უმეტეს ეს დამცავი ფირია და შენ გემოზე ვერ დააცდი რაღაცები, დროულად უნდა გააკეთო, რომ კარგად და ხარისხიანად დააკრა. დააკვირდით, უმაგრესი ეფექტი აქვს. მანქანის ჭერი არის უკვე სარკე. ბევრად უკეთესი შედეგი აქვს ამ ფირს, ვიდრე კარგად შეღებილი დეტალს. და მით უმეტეს ეს ფირი თვითაღდგენადია. როდესაც დაიკაწრება რაღაც გარკვეულ ტემპერატურაზე, ამ ნაკაწრებს თვითონ გაიქრობს. საბამ მოჭრა 1 სანტიმეტრით მოკლეზე ფირი და კინაღამ 4 მეტრი ფირი გვაზარალა, მაგრამ ეხა ბიჭები გადმოჭიმავენ და
წესით დარიგით ეყოფა. გადავრჩით მოკლედ 4 მეტრის ზარალს. იქ სადღაც აქ გამოიჩინა ბუშტი, ამიტომ გადმოიყვანა აქეთ. თითქმის დავასრულებ. აუ ბიჭო რა. ბიჭო ეს ხო უნდა მომეჭრა. დავასრულეთ. სურავს დედა. დავასრულეთ პირის გადაკვრა. როგორ მოხდი მანდა? უპასუხე უფროსა. ბავშვობიდან აქავზი ვარ. ეს ადგილი ამოვჭერით, ჩემი ადგილი რაც არის მნიშვნელოვანი. ეხლა დაველოდებით გაშრება, კიდეებს შემოუჭრით, შევკეცავ და დასრულებულ ვარიანტს განახეთ. ეს ზომა ლუკი არის შეკვეთილი, ხედავთ, არც ერთ ლიმუზინს ამ ხელა პანორამული სახურავი არ აქვს, შეკვეთილია და გამზადებულია და შემდეგ ვიდეოში მე ვიკრიბდებით მინიმუმ 3 თვეში ერთხელ განახლების ვიდეოს დავდებთ, ანუ ამის მერე კიდევ 4 სერია იქნება და დავიძრებით მონაკოში. ანუ მინიმუმ 3 თვეში ერთხელ დავდებ განახლებებს. თუ მანამდე ჩამივარ და პონტი ხელში შეიძლება მანამდე დავდო, მაგრამ კიდევ 4 ვიდეოს გვპირდებით მოკლედ ცალკე. ხო და შემდეგ ვიდეოში ჩვენ აი აქ პანორამას ჩავდებთ და გაყურებინებთ რამდენად კარგად გამოვა, იმიტომ რომ ის მოგეხსენებათ საკმაოდ საპასუხისმგებლო რამეა, ელემენტარული რომ წყალი არ ჩავიდეს, მაგრამ წყალი არ ჩავიდეს ერთია, ამას პლუს კიდევ ვიზუალურად უნდა იყოს ლამაზი და უნდა შეესაბამებოდეს ლიმუზინს და უნდა შეესაბამებოდეს მონტე-კარლოს და იმ პარკინგს, რომელზეც მე ესე შევსრიალდებით ჩემი ლიმუზინით, იმედია საჭესთან მე არ ვიჩიტები და ვინმე იკადრებს რომ შევიყვანოს და რო გადავალ ესე ვალეთს ვაჩუქებ 50 ევროიანს. შეიძლება 100-იანსაც. გააჩნია რა ხასიათზე ვიქნებ. მაგრამ არის შანსი რომ ზესტაფონამდეც კი ვერ ჩავიდეს ეს ლიმუზინი აქედან რო წავალ თუ წესერად არ გავაკეთებ. თუ ზესტაფონამდე ვერ ჩავალთ, ვიღაცა გავათავისუფლოთ ჩემი სამსახურიდან. მე ჩემ თავს იცით რომ ვერ გავაგდებ, ასე რომ შეგვიძლია მენეჯერს რომელიმეს მოვყიდოთ ხელი და ხლაცან გავუშვათ. რაც უფრო შორს წავიწევთ, მით უფრო მეტი თავი გადარჩება. მონაკოში თუ წავალთ, ბონუსები დავურიგოთ ყველას. მთელი ეს ახლა ვაკხანალია რაც შიგნით ხდება, არის იმიტომ რომ გავაკეთეთ ვიბრო და შუმოიზოლაცია, იმიტომ რომ ახლა ლიმუზინში ხმა არ უნდა გვაწოხებდეს ჩვენ გარედან შემოსული, მით უმეტეს ამ ხელა პანორამას რომ ჩავათხლიშავთ კიდე ზემოდან, კიდე ხმა შემოვა და უნდა იყოს კარგად გაჩუმებული ლიმუზინი და მართლა უნდა შეესაბამებოდეს ლიმუზინის სტანდარტებს. დარწმუნებული ეს ქართულად ახლა არს გამოუშვიათ ისეთი 97 წელს ჩვენ რო გავაკეთებთ, მაგრამ მაინც ჩვენ გვინდა რომ თამასა ძალიან მაღლა ავწიოთ რა. სამწუხაროდ ემანუელმა დატოვა ჩვენი კომპანია და აღარ მეყოლება შავკანიანი მძღოლი შავკანიანი მძღოლი თეთრი ხელთათვალებით, მაგრამ იმედია ვიქირავებ ისევ ემანუელს, იმიტომ რომ ფულზე ყველაფერს გადრებელია ეგ ბიჭი. ჩვენი ვიდეოების წარდგენია და გენერალური სპონსორია Slebet.g. ითამაშეთ დედის კვამთ და ხალხნო, თუ არ გინდათ რომ თქვენს, რა ვიცი, დაწყებული საქმე ისე მიგიფუჩეჩდეთ ახლა როგორც ამ ლიმუზინს ხედავთ, დაანებეთ თამაში თავი, იმიტომ რომ როდესაც თქვენ ჯიბეში ფული იქნება, თქვენ გეკნებათ უამრავი კარგი იდეა, რომ განახორციელოთ, მაგრამ როგორც კი თამაში დაიწყებთ, ეს იდეა დარჩება იდეად და ესე საკათმედ გადაიქცევა. ასე რომ მე გირჩევთ, არ გაეკაროთ აზარტულ თამაშებს, იმიტომ რომ აუცილებლად ეს ყველაფერი დაღს დაასვავს თქვენს ცხოვრებას. ეხლა რაც შეეხება ჩვენს მონტე-კარლოში ვიზიტს. მე არ ვიცი მონტე-კარლოში ვინ უნდა წავიყვანო, რატო უნდა წავიყვანო, როგორ უნდა წავიყვანო, რა ლიმუზინით რო წავიყვანო, ვიცი, მძღოლის უზრუნველყოფასაც გავაკეთეთ, მაგრამ ამ ლიმუზინში ბევრი ადამიანი დაეტევა და თქვენ უნდა აგვარჩევინოთ, ეხლა ჩვენ გამომწერები წავიყვანოთ, იუთუბერები წავიყვანოთ, ვაფშე არავინ არ წავიყვანოთ და რა პრინციპი დავარჩიოთ კიდე წამოსვლელად. სიამოვნებით მოვიცადოთ, ჩვენ ეხლა YouTube-ზე გამოსვლილი ხალხი არა ვართ, ჩვენ მოგვიყვანე მანქანა, გადაგვიხადეთ ფული, გაგატანთ ისეც როგორც გვეტყვი, მაგრამ ეხლა YouTube-ზე გამოსვლილებ არ გვაქვს, ასე რომ თქვენი დახმარება არ იქნებოდა ურიგო, თქვენ იდეები ჩამოყარეთ კომენტარებში და მე ამას ყველაფერს ხორცს შევასხა. ამ ვიდეოს გადაღების მიზანი იყო, რომ თქვენთვის დამედო პირობა, რომ უკვე 1 წლის თავზე მომავალი წლის ივნისში მანქანა იქნება მზად წასასვლელად და მეორე იყო, რომ ჩემ თავს დაუწესო უკვე ცოტა მაღალი თამასა, რომ ვიტყვი, რომ ამ ივნისში იქნება მზად, აუცილებლად მზად იყოს. ანუ ვიდეო ჩაწერის მიზანი არ არის, რომ თქვენ ტექნიკურად გაჩვენოთ, ჩვენ როგორ გავაკეთეთ ამ დონემდე მანქანა, რაღაც ვიდეოები დადებულია და იმის მერე თითქოს არაფერი არ გავკეთებია, მაგრამ ამის მერე სამაგიეროდ ჩაირთვება მრიცხველი, რომელიც 1 წლიან გრაფიკს ათვლის და იქნება ჩემთვის
ესე ვთქვათ, ჩემი სიტყვის მსხვერპლი რო არ გავხდე და პასუხისმგებელი ვიყო, დავიწყებ ზრუნვას, რომ ძალიან მალე წავიწიოთ წინ. მაქსიმუმ 1 წელიწადში მოკლედ უკვე მონაკოში იყოს ის მანქანა ჩასასვლელი და გამზადებული იყოს როგორც ტექნიკურად, ისე ვიზუალურად. ხო, ამ ვიდეოში ხა ეს საკითხები დიდად არ იქნება მიმოხილველი, ასე რომ იმედია მოსაწყენი არ იყო, მე დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს, შევხვდებით სხვა ვიდეოებში.